42 წლის კაცი ცოლის თვალწინ მძინარე ჩაცხრილეს. დუშეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევა 10 მარტს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით მოკლული მიშა ჩოხელი სავარაუდო მკვლელებთან წარსულში მეგობრობდა, თუმცა ბოლოს მათ კონფლიქტი ჰქონდათ. თავდამსხმელები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დააკავა ჩოხელის სახლში, შუაღამით შეიბარდნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან საწოლში მძინარეს ესროლეს. რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს. ინფორუსთავის ცნობით შემთხვევას წინ მოზარდებს შორის კამათი უწყო და დაპირისპირება 22 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არასრულწლოვანებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მთავარ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ შემთხვევა 1 კვირის წინ მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება. გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით ორშაბათს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ გამოქვეყნებულ დღის წესრიგშია აღნიშნული. საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ინფორმაცია გერმანიიდან და საფრანგეთიდან წერია დღის წესრიგში. ჰამასი ირანს მოუწოდებს თავი შეიკავოს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებისგან. ირანის ისლამურ რესპუბლიკას აქვს უფლება უპასუხოს ამ აგრესიას საერთაშორისო ნორმებისა და კანონების შესაბამისად, თუმცა მოძრაობა მოუწოდებს ირანელ ძმებს თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყნებზე შეტევისგან წერია ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებაში.